Hi! მე თაკო ვარ. მე ნინი. მე შენ უყურებ Fancy Podcast-ს. ეს არის უკვე მესამე ეპიზოდი თაკო. გჯერა? რატომ ერთი სამობით არისო? ეს ყოფილა თუ ყოფილა. კაი, დავიწყოთ? დავიწყოთ. დღეს ცოტა ისეთ თემებზე ვისაუბრებთ, beauty მიმართულებას ავირჩიეთ და ამ თემას მივყვებით და რაღაც ტოპიკებით გვაქვს ჩამწალი, რასაც გავყვებით და უფრო ისე მოგიყვებით ჩვენს აზრს ამასთან დაკავშირებით. ძირითადად ვისაუბრებთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ ბაზარზე როგორ პოზიციონირებენ სხვადასხვა ბრენდები და ესეთი დიდი ბრენდებზე ვისაუბრებთ და ადამიანებზე დღეს. დავიწყოთ კი. ძვირფასო? პირველი ჩვენი საყვარელი ინფლუ არ არის, უფრო ტრენდ მეიკერს დავარქმევდი. ჰეილი ბიბერი. უცხოურ ბიზნესი. ჯერ უცხოურიდან დავიწყოთ კი. მოდი დავიწყოთ როუდით და ქალბატონი ჰეილი ბიბერით, რომელიც ჩემი აზრით არის ტრენდ მეიკერი, შევასწყვი. კი, ნამდვილად, ანუ ინფლუენსერიც ვერ უწოდებ იმენ ტრენდ მეიკერი. ტრენდ მეიკერი ინფლუენსერი არ არის. და ახლა ბოლოს გამოუშვეს ძალიან კარგი კამპანია ახალ გლოსთან და ბლაშებთან დაკავშირებით. თორა კაი ფერია. კი, ფერიც ზუსტად მოარგეს წლევანდელ ზაფხულს. რაღაცნაირი ყვითელი butter yellow არ არის, უფრო აი ელექტრიკი. ხო, მაგრამ იმას ხო ძალიან ბევრი ამბობდა, რომ butter yellow არის წლევანდელი წლის ფერი და ზუსტად მაგიტორა ეს გოგო იმიტომ არის ჩემი აზრით ტრენდ მეიკერი, რომ ანუ მაგას კი არ გაყვადა, კი არ მოირგო ტრენდი, რაღაც თავისით მაინც შემატარა მაგ ყველაფერს, რაღაც მაინც თავისი მგონია რომ იმენა დააპატერნა ეს ჩემია. კი. როუდი ჰეილი ბიბერმა შექმნა 2022 წელს, მაშინ ძალიან პატარა ის ქონდა, რა ქვია, პროდუქცია. მე მგონი მხოლოდ lip gloss-ებით შემოიფარგლებოდა როუდი. მე დაამატა кейსი თავისი. აი кейსიდან დაიწყო ბუმი. ხო, кейსიდან დაიწყო ბუმი. кейსიდან უკვე ყველა მაიტას მანამდე იყო უბრალოდ გლოსი, მაგრამ მე შექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც მოაგო ყველა გოგონას საჭიროებას, ჩემის აზრით. კი, რა ისეთი არა. გლოს როს უჩა, აი მე ჩემი აზრით, ეგ იმიტომ იყო ყველაზე გამართლებული, რომ უფრო ისე წავიდნენ მომხმარებლის საჭიროებიდან იფიქრეს. ყველა გოგოს პრობლემა იცით რომ არის messy bag, ეხლა თუმეტეს დამეკვერეჭი უფრო ის იყო ტრენდში იყო, რომ იყო დიდი ჩანთები და ყველაფერი ჩაყრილი და ანუ ეგ პრობლემა ყველას ჰქონდა, რომ ჩანთაში რო ეძებდი, ანუ მთელი ცხოვრება ანდავებდი, რომ ან გლოსი მოგეძებნა, ან ტელეფონი, ანუ მაგას არ ქონდა მნიშვნელობა და ჩემი აზრით, აი ძალიან customer experience-ის კუთხე ძალიან სწორად გადაჭრა ჰეილიმ ეს პრობლემა და გამოვიშვა ეს кейსები, სადაც გლოსი ეგრევე შეგიძლია რომ მოათავსო და როცა დაგჭირდება თან გლოსი ხო ისეთი პროდუქტია, რომ სულ გადასმა ჭირდება. ხო და აი ნახე, მაგიდან ახლა გავყვეთ. სწორედ იმიტომ რომ გლოსი არის ესეთი პროდუქტი, რომელსაც სულ სჭირდება დამატება, რომ ბზინავდეს ტუჩები, როგორც დღეს თაკოს უბზინავს. აქედან გამომდინარე, გააკეთა ეს გლოსი, რომ რაღაც ყოველ წამს შეგიძლია წაისვა. მაგრამ ახლანდელი გლოსი, რომელიც გამოუშვა, მე მგონი ლიმონის არომატით არის, ხო? რაღაცა ბრჭყვალებიც ყრია ამ გლოსში. შექმნა ახალი ფორმულით, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, არის უფრო მდგრადი, უფრო გემრიელიც, მე მგონი. და ესე წაიყვანა თან ახალი ფერი შემოიტანა. ნუ როუდის ფერებისთვის უფრო განსხვავებული ფერი იყო, იმიტომ რომ ძალიან ყვირის ეს ყვითელი და ხო, ნუდფერი არის. ნუდფერი არ არის, ხო, ანუ ვარდისფერის აქვს შექმნილი, წითელი ყავისფერის და ასე შემდეგ, მაგრამ ყვითელი იყო ამ წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფერი. ავისი აქ დავამატებ და ერთს გკითხავთ, ვისაც აქვს ეს ფერი უკვე შეიძინა კი, შეგიძლია შეძენა. სად? საქართველოს შეგიძლია? კი. ანუ არა, მე ვაი ექსტრას და ვიღაცებს ხო ქონდათ იმენა დამატებული, ხო გამოწერთ და რაღაც შეიძლება, მაგრამ საქართველოში ვინმე თუ შემოიტანა, ან ვინმე თუ გამოიწერა და ცადა, გთხოვთ მითხარით მართლა ისეთი მდგრადია როგორცაც ამბობს ეს გოგონა თუ არ არის ეგეთი, ანუ ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად. ის ბრჭყვალები ძალიან მაინტერესებს რეალურად როგორც ამიტომ, რომ მოდი ვაღიაროთ, რომ ანუ
რეკლამას ან მარკეტინგს ან ფოტოს რო ვიღებთ, მაინც ყველაფერი აი გაზვიადებული. ხო, ან გაზვიადებული, ან აი ხარ გავაკეთე და ეს რაღაც ანუ ისევ აჩვენთ, როგორც გვინდა რეალურად რო გამოჩნდეს, ანუ ბრენდის კუთხით გულისხმობ და რეალურად შეიძლება ანუ ან ეგეთი ჭყველა არ იყოს, ან ეგეთი მდგრადი არ იყოს, ან ასე შემდეგ რა. და ეგ ძალიან საინტერესო იქნება. ვინმე თუ გამოიყენა უკვე საინტერესო იქნება თქვენი ფიდბექები რომ გაგვიზიაროთ. ისე ახლა გამახსენდა მაგ მდგრადობაზე. ელფმა რო შეისყიდა ცოტა ხნის წინ რამდენიმე თვის წინ როუდი ვაღიაროთ რომ საოცარი ოფერი გააკეთა ჰეილიმ $1 მილიარდ შეაფასეს ეს ბრენდი და და შეისყიდეს. 3 წლის არის ხო? კი, 3 წლის არის როუდი. ანუ 3 წლის კომპანიას $1 მილიარდ ძალიან ხო, ანუ ელფმა იყიდა. ხო და მე ჩავუჭიქი TikTok კომენტარებით ჩემი ფავორიტი სპორტია და მან ძალიან ბევრი წერდა, ასევე ძალიან ბევრი ვიდეოც შემოხვდა იმასთან დაკავშირებით, რომ რადგანაც ელფმა შეიძინა როუდის ეს რაღაც გარკვეული წილი, საშიშროება იყო იმის, რომ ჰეილის ფორმულას რადიკალურად შეცვლიდნენ. და ეხლა რატო არის ეს ცუდი სხვებისთვის რა? ელფის დაქვემდებარების ქვეშ ხო არის რაღაცა გარკვეული კომპანიები ხო, ბრენდი. და ანუ ესე არ გამოირჩევა ხარისხით რა ზოგი და ფორმულაშიც არ არის კარგი ნივთიერებები და როუდს რატომღაც ყველა ენდობოდა მგონი სუფთა ინგრედიენტებით აკეთებენ და ამიტომ ხო და მოკლედ ეშინოდათ იმის რომ როუდის ფორმულა შეიცვლებოდა და წავიდა და უარესობისკენ ნებოდა. ხო, ეგ მარტო უჩსაცხებს არ ეხება მგონი, იმიტომ რომ როუდს ხო აქ რაღაც face milk და რაღაცები რა, ანუ სახისმავლის პროდუქცია ძალიან ბევრი აქვს, არა მარტო კოსმეტიკის მიმართულებით, არამედ სახისმავლის self-care რაღაცები. ხო და მგონი მაგაზე უფრო რაღაც ისეთია, იმიტომ რომ ეგ უფრო სენსიტიური საკითხი არა, რაღაც რუტინა რო გაქვს აწყობილი შენსახის ტიპზე მორგებული და ასე შემდეგ, მან დრო რაღაცეები იცვლება, მერე მომხმარებელიც იმ რაღაც ნდობას შეიძლება კარგავდეს. ოღონდ მან მე არ მგონია რომ ეგრე იყოს რა, როცა რაღაც დიდი კომპანია ხარ, პირიქით გჭირდება რამდენიმე ბრენდი თუ ყავს, რამდენიმე სეგმენტზე გათვლილი, რომ ერთი იყოს რაღაც დაბალი შემოსავლის მქონე და უფრო რაღაც მარტივი პეკეჯინგი თუ ასე შემდეგ იყოს და რაღაც როუდი არის რაღაც უფრო სხვა მომხმარებლისთვის გათვლილი და არ მგონია რომ შეეცვალა. ანუ ეგ ის არ მქონია მე შეგრძნება რომ ეხლა შეისყიდეს უეჭველი რაღაც შეიძლება რადიკალურები თან მეტყვით ჰეილი ხო დარჩა ყველაფერში და არ მგონია რომ ეგ გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ ჰეილიმ ჩაიბარა რამდენიმე განყოფილება, ეს არის მარკეტინგი და თვითონ ბრენდი როგორც იქნება და პოზიციონირება როგორ მოხდება ბაზარზე, დაიტოვა ეს და ასევე პროდუქტის განვითარებაშიც რაღაც მთავარი ადამიანი იქნება, რომელიც გადაწყვეტს გაუშვან ესეთი თუ არ გაუშვან. შენი საყვარელი როუდის პროდუქტი რა არის? ახლა ბევრს lip gloss-ი ან მარტო ეგ მაქსიმალურად კითხავს სხვა არ გამიყენებია. აი რომელი გენდომებოდა? აი ეს სახის რო ბლაშები? milk რაღაც ეგ საინტერესო. მინდა ვიღაცამ გამოგვიგზავნეთ. ანუ თვითონ ეხლა მაგალითად кейსი ჩემთვის მოსახერხებელი საერთოდ არ არის რა. სანთებავს როზებდი. ანუ ესე ბევრი ამბობდა რომ თავიდან არ ჩემცარიყო და მე მივეჩვი, ანუ დემი აქ თუ ჩავისვა მოც. მოგკლა აქვე ვიტყვი. ბევრი ადამიანი ვინც თავიდან დაიწყო кейსს გამოყენება, ამბობდა რომ აუ კიდე იმაზე ვფიქრობ რომ დემი იმას მის. აღარ გააკეთებს და აი დანები. ხა თავიდან ეს кейსები ბევრისთვის ძალიან მოხერხებელი იყო, მაგრამ მე შევეჩვეთ რაღაცას ამბობდა, მაგრამ ჩემთვის ანუ მაინც ბოლომდე ის არ იყო პრაქტიკული არ იყო რა, ჯერ რაღაც ხო, ფორმაც ისეთი ქონდა, რომ ანუ ვერ ხმარობდი რა ყოველ შემთხვევაში და ტელეფონს ესე როგორ და ასე თუ ასე. ესე. ასე და არაფერი რომ მაგ დასამალი. მე არ გიავარ. არა, მე ესედებ. მე ესედებ. კი, შენ ესედებ. და ბრონის გაქვს. შენ რაღაცა, ხო? რა? ბრონის გაქვს რაღაცნაირი, ანუ გვერდი და რო ვერ ხედავ. ხო, რა საჭიროა მეტროდან, ან მეტროში რო ვზივარ, ძალიან მეშინია, რომ ვიღაცა ანუ აი სცარებს არ ვაკეთებ, მაგრამ არ მინდა რომ ჩემი პირადი რაღაცა სიურსე ვიღაცამ მაგრამ უკვე გატყდა ეს ბრონი უკვე ძალიან დიდი ხანია და შესაძლებელი მაქვს ასწრაფოდ. კი. ხო და რას ვამბობდით რა, ხო, მაგასთან ერთად ამ кейსებთან ერთად გახსოვს ახლა 2-3 კვირის წინ არა მამას დალანჩავდა მაგამდე რომ გამოუშვა სარკეზე
მისაკრობი, აი მილკში რო გინდა. ხო და აი ეგეთი რაღაცები ძალიან ჰეილისია რა ანუ ხო ზუსტად ეგ არის რომ სულ არ ანუ თან ისეთი ვიდეო ჩამიგდა მომხმარებელს ედო რა და ვერც მივხვდი თავიდან რომ ვისი იყო მაგრამ აი ფერებზე და მე რო დააკორდები რაღაც ეგრევე მივხვდები ფორმით რომ როუდის არის ყველაფერი რა ანუ ჩემთვის ალბათ მაინც ეგ პროდუქტი იყო რაც მაქვს და მიყენებია approved არის შენს მიერ? კი, ჩემს მიერ. ჯანოჯინო ხარ? მაგრამ ძალიან გთხოვთ, აი ეს ყვითელი ახალი გლოსი ვინც გამოიყენა, გამიზიარეთ ფიდბექები. ეხლა მაგას გამახსენდა შენ რომ თქვი რომ ეს მისაკრობია სარკეზე და ეს milk რაღაცა სახის ის რო არის. გახსოვს რა რეკლამა და ვინ გამოიყენეს მაგ კამპანიაში? ამაგ პროდუქტს რო უშვებდნენ? ბიჭი რო გამოიყენეს. აი, მეც ეგ მქონდა. Should I do that again? It's all in the eyes, you see. Subtle. You don't want to go too big with it. Hey, yo. Yes. It's nice, huh? მე მგონი პირველი ბიჭია ხო? პირველი ბიჭია ვინც სახეობის სახელი ხო არ გახსოვს? არა, არ მახსოვს, მაგრამ ესე ცნობი ხო, ძალიან ფილმში თამაშობდა პერიოდში. ხო იყო, როცა ბიჭი გამოჩნდა უცებ რაღაც სკინკერის მიმართულებით. ძალიან კარგი კამპანია გამოვიდა, შესაბამისად უნდა ვაღიაროთ ისიც რომ და თან ეგ არის რა მაგაში ძალიან კარგი ჰეილის მიმართულებით, რომ აი არასდროს არ კარგავს. ლიპგლოსები რო გამოვშვა, მე ხო იყო რაღაც ეს кейსები, ამაგაზე რო პანიკა იყო. მე ეხლა წელს და აბზაფხულს რო დაფიქრდა, ჯერ ის იყო მისაკრობის სარკეზე რაც თქვით, მე ეს ბიჭის ამბავი იყო 2 კვირის მერე და 2 კვირის მერე იყო ეს ანუ ძალიან კარგად ეგ რო გაუშვეს, ჯერ PR packaging-ებს რო აგზავნიან რა. ამ PR packaging-ში იყო, ანუ ეგ პროდუქტი იყო, ამ ბიჭთან ერთად კოლაბი იყო რა. ამ ბიჭის ფოტო ისე იყო. ანუ ისეთი პოსტერი იგზავნებოდა რა, თავისუფლად შეგეძლო რომ ჩარჩოში ჩაგედო და ჩამოგეკიდა, იმიტომ რომ აკეთებდნენ ასე და მე ვიდეოები მაგან ნახე. კი, ჩარჩოში იმაშვებოდნენ, დებდნენ და კიდებდნენ კედელზე ჩვეულებრივად. იმდენად ქრაშავს ძალიან დიდი აუდიტორია. ეგ ბიჭი ეხა ბოლოს იყო იმ ფილმში ნიკოლ კიდმანთან ერთად Baby Girl. ეგ ბიჭია კი. და მაგ ბიჭის კიდე ერთი ძალიან უცნაური ფილმი მაქვს ნახე ხო? კრუიზე რო არიან საშინელება. ანუ კარგი ფილმია, მაგრამ საზღერსაყურებელი იყო ჩემთვის. კი და რაც შეეხება როუდს აქვე დავამატებ, რომ ჩემთვის იმიტომ მგონია რომ ძალიან მომხმარებელზე მორგებული არის ეს ბრენდი, არა მხოლოდ პროდუქციის, არამედ ძალიან კარგია, როცა დებენ მომხმარებლის ფოტოებს, მომხმარებლის სტორიებს. ანუ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ბრენდი თავის მომხმარებელს აცოცხლებს და შეიძლება როუდის სახე არის ჰეილი, ვინც ასე ვთქვა დაარსა და საფუძველი ჩაუყარა და შეიძლება დიდ კამპანიებში ჩართული ყავს ესეთი სახეები და მოდელები, რომლებიც ბრენდს უხდება, მაგრამ მაგის იქით აუცილებლად დებს ხოლმე მომხმარებლების გაზიარებულ ვიდეოებს, ფოტოებს, რა როგორ მოიხმარენ, შეიძლება სარკეში რაღაც mirror selfie იყოს ან რაღაც უბრალოდ selfie იყოს, რა რაღაც როუდი აქვს ბიჭზე გატანილი ან რაღაც ეგეთი რა, მაგრამ ძალიან კარგია, როცა მომხმარებელი ჩანს თვითონ როუდის სოციალურ მედიაშიც. გახსოვს როუდმა საერთოდ როგორ დაიწყო? ეგ თვითონ კომპანია. თავიდან კომპანია როუდი, როცა დაარსდა, იყო მთელი ამბები აწეული, იმიტომ რომ მაშინ 2022 წელს ჰეილი ბიბერს ჰქონდა ნეპო ბეიბის სახელი მიკერებული. კი, ეხლა ვიღადავ. ნეპო ბეიბის სახელი რო ქონდა მიკერებული, ეხლა ნელ-ნელა გამოდის მაგ რაღაცა ნეპო ბეიბის სახელიდან და სტატუსიდან და რაღაც სიგიჟეებს აკეთებს. მაგ პერიოდში ამბობდნენ რომ როუდმა ჰეილიმ თვითონ როუდის სახელწოდება მოიპარა რომელიღაცა პატარა კომპანიიდან. არიცი ეგ? მოკლედ რო დაარსა ეს კომპანია, ერთ-ერთ რაღაცა მცირე ბიზნეს ერქვა როუდი და ნუ ამან აიღო ეს სახელი როუდი და დაარქვა კოსმეტიკურ ხაზი. ის საერთოდ სხვა მიმართულება იყო. მაშინ ძალიან დიდი ჰეითი მიდიოდა ჰეილის მიმართულებით, რომ შენ როგორ გაბედე, შენ ნეპო ბეიბი, რომ ეს სახელწოდება აიღე და შენს რაღაცა კომპანიას დაარქვი და ანუ
1-2 წელი ვერ გამოდიოდა მაგ რაღაცა იმ ბაბლიდან, რომ აი nepo baby-ია, ყველაფერს აკეთებს, როგორც უნდა, რასაც უნდა და ასე შემდეგ. მერე ეს რაღაც გამოვიდა და ყველამ რო დაივიწყა ეს ჰეილის ეს ისტორია, მერე უკვე სელენა გომესმაც ხო გაუშვა ეს რაღაცა Rare Beauty და ანუ მაგაზე იყო რა ხო მაგამდე იყო. Rare Beauty მაგამდე მგონი არ ყოფილა, მე დაარსა, იმიტომ რომ 2022 წელს მე როგორც მახსოვს, სელენა იყო გამქრალი სოციალური ქსელებიდან. კი, მე რეკონდა მერე გახსნა. მერე უკვე აჯიბრებდნენ Rare Beauty-ს და Rhodes და სელენა ძალიან მაგარია და Rhodes ჰეილი არის nepo baby, ისევ ამ დაუბრუნდა ეგ სახელი რა. მაგრამ ვხედავთ დღეს ვინც არის ბაზარზე, არ ვიცი, პირველი. ანუ რეალის პირველია, მაგრამ ხო, ეს რაღაც სეილები და გაყიდვები და ციფრები ალბათ შეიძლება. ხო, სხვა რაღაცას მომასწავლებელი იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, მომხმარებლის ბრენდის აღქმაში ისე რომ აი ნომერ 1 რომელია თუ რომელს აქვს უფრო რაღაც სწორი სტრატეგია, Rhodes მაინც ნომერ 1 იქნება, იმიტომ რომ აი არ მახსენდება Rare Beauty-ს ეგეთი რაღაც აი კარგი მარკეტინგული, აი რაღაც რა გამახსენებს. ეგ იმიტომ რომ it girl ესეთიკას მეყვება Rhodes, ანუ ყველასთვის არის რა. ანუ შენ გინდა რომ Rhodes გოგო გახდე და არა Rare Beauty-ს, იმიტომ რომ Rare Beauty ანუ ამ გადმოსახედიდან ჩემთვის არის ცოტა ყველასთვის რა, ანუ ყველა გამოიყენებს და ასე შემდეგ, მაგრამ Rhodes გინდა რომ გახდე. Rhodes გინდა რომ გახდე და ყველაც ცდილობს რომ აი ჰეილის გოგო იყოს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ Justin Bieber-მა გააკეთა თავისი ტანსაცმლის ხაზი. გამოუშვა кейსი. ისეთი როგორიც აქვს Rhodes. აი ამ ბიჭს მე მიმართავ, აი თვალის წილ. ძალიან გთხოვ, ჰეილის იდეებს, ნუ არა, კონდეს შენი ნიშა. და საერთოდ შეეშვი ამ გოგოს თუ შეიძლება და დაშორდით რა. მეცოდება ეს გოგო უკვე ამ ბიჭის ხელში. სახშირად გინდა ისაკეთეთ მო. ანუ რა არის, ვერ გავიგე, ანუ გოგომ რაღაცა თუ გააკეთა და მიაღწე, ჯერ ხო ცულის გამოვიდა იმ ისტორიიდან, რომ სელენას მოპარა შეყვარებული ამ ჰეილი და მთელი ამბები და ერთხელ მხარი არ დაუჭერია. წესიერად. ხა სხვა იმაში გადახვედი. ანუ მე ჰეილი ვარ კი, ცოტა წერვა და mean girl არის, მაგრამ უნდა იყოს გოგო ეგეთი. Team ჰეილი ვარ იასმია. ხო, რაღაცა ამ იმიტომ რომ ანუ აი ჯერ ხო საერთოდ ცოტა ძალიან too much მგონია ეგ ყველაფერი. მგონია რომ ხალხს დრამა გვჭირდება და ჩვენ ვიგონებთ უკვე ამ ყველაფერს. ხო, რა ვიცი, Rare Beauty-ზე ბევრი არ გვაქვს ასე. ხო, ანუ ჰეილი არის ბაზარზე გამორჩეული გოგონა რა. კი, მე ვერ საკითხს ახლა არ გადავიდეთ, იმიტომ რომ აი კაკრას ძალიან აი მაგ დრამებს. აი ვინ არის ჩვენი ჰეილი და სელენა საქართველოში? დაგვიწერეთ კომენტარებში. და ჩვენ რა ვიცით რომ ერთი კაცი არ ყოლი. 2 წუთი სანამ მეორე საკითხზე გადავალთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და მადლობა 59 followers უკვე. კი. 59 followers ყავს YouTube-ზე. ლავია. ჩემ ფრაზულად გახდეთ. არ ვიცი, ვიღაცას პარავ. ეხა შენც იმას მოგაყარებ, nepo baby ხარ შენ. მე ნაცვლის შვილო. nepo baby, I need to know nepo baby ხოს. ოკეი, ძალიან მინდა რომ სადმე მაინც ვიყო nepo baby, მაგრამ და როგორი nepo baby იქნება? ოპერაცია რო გამიკეთეს, კი ვიყავი nepo baby ყო. კი. და ყურადღება. მოგეწონა. ჩემის გამო. კი ძალიან ვისიამოვნე ამ ყურადღებით. თაკა მახსენა, ვინ არის ქართველი ჰეილი და სელენა და მესამე ნაწილსაც დაელოდეთ, იმიტომ რომ ჩვენი აზრით უკვე ჩვენი აზრით კი ჩვენ უკვე გვყავს ჩვენი ჰელენა და ჯანდაბაშენ, სელენა და ჰეილი და ამაზეც ვისაუბრებთ. ჩემი საკითხი არის სელენა და Rare Beauty. სხვა შორის მე ხა დავათვალიერე Rare Beauty-ს Instagram-ი და მასაც უდევს მომხმარებლები. აუ, თაკო. მაგრამ ანუ Kylie Jenner-საც უდევს თავისი იმის. ანუ ხო, მაგრამ მაინც ანუ ჰეილი მახსენდება პირველი ვინც ეგ დაიწყო. არა გოგო. რომ აი თავის მოხმარებელი ჩართო. აუ რა ვიცი, Rare Beauty-ს ანუ შეიძლება ბევრი ამბობს რომ პროდუქტის კუთხით Rare Beauty უფრო ხარისხიანი დებს და უფრო კარგი პროდუქტია და თან ხელმისაწვდომიც არის, იმიტომ რომ ფას კატეგორიაში თქვენ არც არის დიდი განსხვავება მაგათ შორის და ვაინოთ რომ უფრო ის აირჩიო, მაგრამ ანუ არ ვიცი. არ გინდა სელენას ბლაში? აი გრადიაო ესე ამბობენ.
რომ რამე ვცდიდი, მაგრამ გამოვიყენებ და შეგინაცვალე და შენ გაიხარე არა? თუ მაჩუქებ, გამიხარდება. მოდი ობიექტურები ვიყოთ ახლა თაკო. არ შეიძლება ესე ჰეილი არ გამოვიყენებია სცენას, არ ანუ მე საერთოდ არც ჰეილი არ გამომიყენებია. შორიდან რო ვუყურებ Rare Beauty-ს და Rhodes მიჩვენია, ანუ არც Team Selena რო არ იყო და არც Team Hailey, მაინც Rhodes მიჩვენია მარკეტინგულად გულისხმობ. იმიტომ რომ არც ერთი კამპანია არ მახსენდება Rare Beauty-ს. კაი, მითხარი შენ, მე თუ არ მახსენდება. მე მახსოვს Rare Beauty-ზე მოკლედ packaging-ები. Who am I to judge? არა, მოდი packaging-ებზე ვისაუბროთ. Selena ძალიან აქეს დაადიდეს, როდესაც ეს კომპანია დაარსა საერთოდ და აი, ვისაც მიყიდული გულშემატკივრება აქვს, ეს არის Selena, ჩემის აზრით. იმიტომ რომ ანუ ყოველთვის იყო teenager-ების sweetheart girl და რაღაცა Justin Bieber და Selena და Selena და შემორჩა რა. და ანუ ზუსტად ის ხალები. და კიდე ის რაღაცა Disney-ის სერიალებში რო თამაშობდა, ცოტა Mean Girl რო იყო. აი ზუსტად ეგეთი Mean Girl მგონია, ეხა რეალობაში წავყავ, როგორ იცით? ძალიან კარგი ვარ, ძალიან ტკბილი და საყვარელი და ამ დროს აი ისეს დაგმართებს დაუმართებელს. ზუსტად ნინი. ეგ და Taylor Swift-ი, ანუ აუ, ეხა იმ ხელა ჰეიტი წამოვა. იმ ხელა ჰეიტი წამოვა თაკო. დიდი ბაზა ყო Taylor Swift-ი ვიცით, ანუ რა კაი გოგო, ანუ არ მიყვარს, ძალიან წერვა. არა, ვიცით რამ ხალდი, მე Selena-ს ყავს საქართველოში მაგხელა ის? მე მგონია რომ ანუ ეგ ჩემ აი მე რო სკოლაში დავდიოდი, მაშინ მეც Selena-ს ფანი ვიყავ, იმიტომ რომ ის რა იყო Cinderella story თუ რაღაც ეგეთი, ანუ ეგ ცეკვა ზეპირად ვიცით, მენა ჩემა დაქალმა, ანუ სარკესთან ვიდექით და ანუ პანიკა, მართლა როგორ არა არასდროს არ მომწონებია, მე უფრო Miley Cyrus-ი. სხვა ბავშვობა ქონა. ვაი მე ძალიან დიდი ბოდიში Selena-ს ანუ Miley Cyrus ძალიან მიყვარდა, მაგრამ Selena აი ხო, მაგრამ დღეს რატო აღარ მოგწონს მაშინ? იმიტომ არ მომწონს, რომ გავიზარდე და მე არ მომწონს, იმიტომ რომ იმიტომ რომ ზუსტად ისეთი გოგო ჩამოყალიბდა, როგორც შენ აღწე. რომ აი ვითომ ძალიან საყვარელი და აი თავის მეგობრის ამბებიც რო იყო მაშინ. რო გადაუნერგა? ხო, და მე რაღაც ნაღველიო თუ რაღაცა. ხო, და არ ვფიქრობ. აი, მოდი მარკეტინგზე Rare Beauty-ზე ვილაპარაკოთ, ხო? აი, მითხარი კამპანია Rare Beauty-ს, რომელიც მარკეტინგულად ძალიან მოგწონს. ესე კამპანია არ მახსენდება, მაგრამ დასამახსოვრებელი რაც იყო, ეს არის ჩემთვის შეფუთვა. აი, ხო. ეხა შეფუთვა რატო? Selena-ს ეს კომპანია თავისი მგონი ავადმყოფობიდან გამომდინარე შექმნეს პროდუქტი, კარგი პროდუქტი და კარგი შეფუთვა ისეთი ხალხისთვის, ვისაც აქვს რაღაცა დაავადება, ვისაც რაღაცა კიდურებზე ხო, ანუ ყველანაირად კომფორტულად შეეძლოს ადამიანს ამ რაღაცა packaging-ის და პროდუქტის გამოყენება. ეს იყო lip gloss-ებზეც და blush-ებზეც, lip gloss-ი ახლა გამოვშვით ვარსდები, ხო? blush-ებზე რაღაცნაირად თავსახური, რომ აი თუ სიტყვაზე ხელში არ აქვს, ანუ არ ვიცი სწორად როგორ უნდა ვთქვა, ძალა, ან ვერ ხსნის ხელით, ანუ რაღაცა მარტივი გასახსნელი რო იყოს რა და ყველას იყოს ეს პროდუქტი, ანუ ყველა შეუძლია Rare Beauty-ს მესიჯი არის ის, რომ ყველა შეუძლია იყოს ლამაზი. კარგი აქვს Rare Beauty-ს ის, რომ მომხმარებლებზე ზრუნავს, იმიტომ რომ შემხვედრე ეგეთი ვიდეოები, სადაც ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ყოლია და ძალიან ბევრი მომხმარებლის აზრი გაუთვალისწინებია. მაგრამ კამპანიების მხრივ, მარკეტინგის მხრივ, Selena ასოცირდება მხოლოდ Selena-სთან და არაფერ სხვასთან, ჩემთვის. და ვერ გამოვარჩევ რა, ანუ ესე პროდუქტი მართლა არ გამომყენებია არც Rhodes და არც Rare Beauty-ს, მაგრამ ძალიან ბევრ რაღაცას ხედავ, რომ იღებს Rhodes-განაც. მაგრამ იცი მან კიდე რა საკითხია, ორივე ადამიანი ძალიან ჩართულია თავის ბრენდის განვითარებაში. ხო, და ამ თქვა სახეები არიან. ანუ ჩემთვის Hailey, რადგან აი ისეთ გოგოსთან ასოცირდება, რომ იდგა ხა და გინდა რომ იყო, მამედ მაგიტო შეიძლება არ მაღიზიანებს, მაგრამ Selena ცოტა ასოცირდება, მაგრამ შეიძლება ეს ბოლომდე Selena-ს გამოწვეული არ იყოს და მისი ფანებისგან უფრო იყოს გამოწვეული, რომ აი ცოტა მოდრამო, ანუ გამაღიზიანებელ, ანუ ყვირალა რა ეგრე ანუ ეგრე არის. ჩემი აზრით, თვითონ
თვითონ საერთოდ შეიძლება არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ფანები ყავს რატომღაც ეგეთი, რომ აი სელენა ცოდოა თუ რაღაც ეგეთი და მაგიტო რასაც უშვებს იმას ის ეგრევე ასოცირდება პროდუქტი და ბრენდი ამ ადამიანებთან და შესაბამისად მგონია რომ მაგიტო შორიდან ჩემთვის უფრო ეგრე ჩანს, იმიტომ რომ მეც როგორც მეღნიშნა არც ეს პროდუქტი, ჰეილის პროდუქტი გამომიყენებია, მაგრამ Rare Beauty-ის პროდუქტი არ გამომიყენებია და ეს გაჩენია. მე სულიც არ გამჩენია. ხო და მაგას ვამბა არა. აქვე მოდი ისიც გავიხსენოთ, როგორ ცდილობდნენ ჰეილი და სელენა რაღაც ფანების დაშოშმინებას და მეტგალაზე რო გადაიღეს ერთ ფოტო, რომ ბიჭი ჩვენთვის აღარ არსებობს, ჯასტინი არ არსებობს და გთხოვთ ფანებო დაწყნარდით, მაგრამ მე ისევ დრამები დაიწყო. ჰეილის ლანძღავდნენ, სელენამ ისევ რაღაცნაირ დაფარული მესიჯები გაუშვა სტორებში და მე მიუვარდნენ ამ ჰეილის ისევ და ასე ტრიალებს ეს არის ციკლი. ჯანო ჯინოს მოკითხვა აქედან მადლობა რა ყოველ კვირას გვაწვდი ახალ ინფორმაციებს. აი მართლა ესეთი რა დაატრიალა ორმა გოგო ერთი ბიჭის გამო, რომ საქართველოშიც მაგას რანაირი ბიჭის გამო გეხვეწები? კაი. არ შეიძლება. კარგი. გადავიდეთ. გადავიდეთ, აღარ შემიძლია ზონაზე საუბარი. თქვა სხვა სარამ გადავალთ, აქვე უნდა გთხოვოთ, რომ გამოგვიწერთ ძაბერჯერ აბავთ. არ ვიცი, და მე მასა დაგოვა. სამი თემა, მესამე თემა იქნება ვინ არიან ქართველი ჰელენა. როგორც შენ თქვი, ვინ არიან ქართველი ჰელენა? ვინ არიან? სელენა და ჰელიან. ვინ არიან, ჰა? ვინ არიან აბა თაკომითხარ? კაი, მე კი ვიტყვი მე თქვენი აზრით. ჰა, დაგვიწერთ კომენტარებში. კაი, ყველა მივხვდით თქვენი, რომ ნუკიზე და თამაზე გვაქვს საუბარი, ხო? ჰა, თამა და ნუკი, ჩვენი სელენა და ჰელი. მოდი ნუკით. ნუკით დავიწყოთ. წლები არ ვიცი, მაგრამ ნუკი კოშკელიშვილმა უკვე ძალიან დიდი ხანია გამოუშვა თავისი კოსმეტიკური ბრენდი, ნუკი კოსმეტიკს და ასევე ბოლო პერიოდში დაიმატა რაღაცა თავის skin care-ის მიმართულებაც, ხო? თავიდან რო გააკეთა ეს ნუკი კოსმეტიქსი, რავი, ყველა შოკში იყო, რომ როგორ შეძლო ქართველმა და დაიწყო რაღაცა, როგორ შექმნა საერთოდ და სათქონა ამდენი ფული, რომ შეექმნა ქართული კოსმეტიკური ნაწარმი. ჩემთვის ნუკის კოსმეტიკა ცოტა ძალიან ჭრელა-ჭრულა, მაგრამ რაღაცებს ვიქონიებდი. მე არა. მე მაინტერესებს. ხო, მაგრამ მე ეს არაფერს არ ვამბობ, მაგრამ ის რომ ანუ ჩემი აზრით მომხმარებლისთვის იძახე რომ არ ვაქცევ ყურადღებას რომ ფასი არ ავწიო და რაღაცეებ, მაგრამ აქვს მნიშვნელობა პეკეჯინგს და ჩემთვის თუ არ მიზიდავს ის ვიზუალურად, ანუ აი სრული არ გამიჩნდება რომ ვიყიდო. ნახე როგორი რაღაცა. იმიტომ რომ ანუ მანდ ჩემი აზრით არის გემოვნების ამბავი. ხო, ანუ იმიტომ ვინც არის იმათვის ვთქვათ, მოკლედ ნუკი კოშკელიშვილმა ბევრჯერ აღნიშნა დასაწყისშიც და მერეც რაღაც დრამების მერე რომელსაც აუცილებლად განვახილოთ დღეს. თქვა რომ ჩემი ეს ხაზი მინდა იყოს ყველასთვის ხალმისაწვდომი, შესაბამისად პროდუქტი იმდანად კარგია თავისი ფორმულით, შემადგენლობით და ასე შემდეგ, რომ არ მინდა პეკეჯინგში პეკეჯინგში რომ ფული დახარჯოს, მოუწევს ფასის გაზრდა და ბაზარზეც არ იქნება რა, ანუ ვერ იყიდის ამდენი ადამიანი, ისედაც ზოგადად ანუ ის პროდუქტები, რომელსაც ქართველები აწარმოებენ და მე ყიდიან საქართველოში. შესაბამისად ეს იყო ნუკის მესიჯი, რომ ყველასთვის მინდა რომ იყოს ჩემი კოსმეტიკაც და უკვე skin care-ის მიმართულებაც. და თაკო ეხლა რაც ამბობს არის ის, რომ პეკეჯინგი იმდენად არამიმზიდველია მომხმარებლისთვის, რომ შეიძლება სულიც არ გაუჩნდეს ადამიანს, რომ შეიძინოს ხო, აღარ პროდუქტები. გემოვნების ამბავია რა, მაგრამ რადგან 21 საუკუნეა და უკვე 2025-ში ძალიან შემოვიდა პეკეჯინგების კუთხითაც მინიმალისტური მიმართულება, რომ აი მაგალითად რა ვიჩება თეთრ სრულიად ჩვეულებრივ ფერზე იყოს შავი წარწერა, ძალიან ისეთი ფონტით, ჩვეულებრივი ფონტით და უკვე მიმზიდველი იყოს, იმიტომ რომ მინიმალისტურობა ძალიან ის გახდა ქეჩი 20-25 წელს. ხო, აი ეგეთი მარტივი რაღაც შეგიძლია, მე იმას არ ვამბობ, რომ ისეთი პეკეჯინგში უნდა იყოს, ეკომეგობრული უნდა იყოს და რაღაც ანუ ეკია ცალკე მიმართულება, ძალიან ძვირი ღირს, ანუ მაგაზე არავინ არ დავობს, მაგრამ როცა მაინც 20-25 არის და ტრენდებს უნდა ალყოთ, თუ გვინდა რომ ჩვენ თავის სადღაც დავაპოზიციონიროთ, ის რომ აი მაგით ახსნა რომ მე პეკეჯინგში ფულს არ ვხარჯავ, იმიტომ რომ დაბალი ფასი დავადო, აი
ჩემთვის არა მიმზიდველია ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩემნაირი მომხმარებლისთვის ვიზუალურადაც მიმზიდველი უნდა იყოს, ყიდვა მომინდეს, იმიტომ რომ მაინც ბაზარზე გინდა ქართველი დავასაფრთხოთ, გინდა რაღაც უცხოური ვიყიდოთ, ძალიან დიდი არჩევანია, ძალიან რთულია მაგ ინდუსტრიაში შემოსვლა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც გაიხსნა, სადაც შეგიძლია რომ, ვიცი, სხვა ბრენდის რაღაცა არჩიო და ის თუ არ გაქვს, აი, მოდი ქართველებს დავასაფრთხებ და ფასის მიხედვით თუ ირჩევ რეინჯის მიხედვით შეიძლება მაგაზე დაბალი ფასის რეინჯიდაც ნახო ანუ მან ცოტა პრიორიტეტებს გააჩნია რა ეგრე ვფიქრობ და იქ რო შენ შეგიძლია რომ მინიმალისტური ჩართულობით მაინც ლამაზად შეფუთა შენი პროდუქტი მგონია რომ ეგ ძალიან ბევრს ამბობს მაინც ადამიანზე და ბრენდზე ყოჩახ გოგო ვე მაინც ჯაჯი ეხა ჩემს აზრს ვიტყვი მე მომწონს ზოგადად ეგ მიმართულება სადაც ამბობ რომ მინდა რომ ყოველთვის ხომისაწვდომი იყოს პროდუქტი მაგრამ მაინც არ არის ხომისაწვდომი პროდუქტი არც ნუკის და არც თამოსი ამაზე ბევრჯერ ჩაუწერიათ ვიდეო და ბევრჯერ უთქვამთ რომ ჩემთვის ის რაღაცა 15 და 20%-იანი ფასდაკლება ძალიან ბევრს ნიშნავს და უბრალოდ ამაზე ნაკლებ პროცენტიან ფასდაკლებას ვერ გავაკეთებ. რასაც მივესალმებით, მაგრამ ყველასთვის ვერ იქნება ეგ პროდუქტი, ან ვერც ნუკის და ვერც თამოსი. თაკო რასაც ამბობს და მეც ბოლომდე მივყვები, შეიძლება შენ ქონდეს შენი მიმართულება და თქვა რომ იცი რა არის პეკეჯინგზე დავზოგავ ფულს, მაგრამ დიზაინის შეცვლა ხო ანუ არ არის ხა ისეთი კატასტროფა. ანუ მან კიდე ერთი საკითხი არა ხა შენ რო საუბრობდი, მაშინ გამახსენდა რომ როცა ადამიანი წარმომადგენელი ბრენდის ლაპარაკობს, რომ იცი რა, აი თავის მართლების კუთხით რა, მე იცი რატო არ ვხარჯავ, რომ აი იმიტომ რომ დაბალი ფასი დავდე და შენზე ვიზუნო, მე ფეიქება ძალიან. ეგ ყველაფერი რა. ეგ რომ მომთქვა. ნუ კი რომ მაგას ამბობს მაგალითად რომ მე იმიტომ რომ შენ ანუ ხალხს რომ მიმართავს TikTok-ზე რომ შენ რო იყიდო მე მაგიტო პეკეჯინგში ფულს ზოგავ შენთვის და შენზე ვზრუნავ ეგ ცოტა მე ფეიქება თამამაც თქვა ეგეთი რაღაცა თამამ თქვა მგონი აქციებზე რომ ამაზე ნაკლებს ვერ დავაკლებო აუ მე გლოსს გადავისმე როგორ მომინდა რომ როუდი მქონდეს ჩემი აზრით შენ როცა მომხმარებს თამაშ შემთხვევაში გეთანხმები რომ იცი რა ფასდაკლებას ვერ ვაკეთებ და ეს ჩემს ძალიან ბევრს ძალიან დიდი ზარალია ეხა შენ რო ფასდაკლება გაიკეთეთ ანუ მომხმარებელზე მაგ ხლა პასუხისგებლობას რო ეუბნები რომ იცი რა შენზე იყოს ეხა პასუხისგებლობა იყიდი თუ არა იმიტომ რომ მე ისედაც უკვე ზარალში ვარ აი ეგ არ მომწონს აი ეგ ძალიან არ მომწონს ბრენდი როცა თავს იმართლებს რა ბრენდმა არ უნდა გაიმართლოს თავი ანუ ჩემი აზრით როგორ თქვა სამართლებელი ანუ ამ შემთხვევაში დავადე ეს ფასი ანუ არ არის აქ ასახსნელი არაფერი რა მე რო ბრენდი ვარ მაგალითად ნუკი ეს ფასი არასაც მე შენ გთავაზობ და შენი ღირებულებები რო იცი და ამას იცავ და თავაწეული რო ხარ და გჯერა შენი ღირებულებებს იქ თავის მართლება რო იცი რა იმიტომ აქ ეს ფასი ანუ არ მგონია რა აი ეგ რაღაცა მოვლენამ განაპირობა რაღაცა მოვლენა. მოვლენის შემთხვევაში არ მგონია ეგ სწორი, როცა ბრენდის წარმომადგენელი ამბობს, რომ იცი რა, მე იმიტომ ივსქენი რომ შენ ეს გეყიდა, აი, რაღაც ძალიან მე ფეიქება რა, ჩემი აზრით, მაგ შემთხვევაში ყველაზე კარგი არის word of mouth-ი მარკეტინგში და მან გაში რა გულისხმობ. მე თუ მართლა კარგ პროდუქტს ვდებ, საუკეთესო არის. ყავს მომხმარებელი, ლოიალური მომხმარებელი და მithumetes კოსმეტიკა, ანუ რაღაც ორ თვეში ერთხელ მაინც გჭირდება რომ ახალი იყიდო, მთავრდება და ეგ ლოიალურობა რა შეინარჩუნო. შენც ლოიალური მომხმარებელი ყავს და ის ლაპარაკობს შენზე რომ აი კი შეიძლება ბანძი პეკეჯინგია, მაგრამ ანუ ისეთი მაგარი პროდუქტია შეგრეთ რომ მამეთ მიღირს რა გავაკეთო. მან მომხმარებელი ამბობს რომ აი ქართველი აკეთებს და მირჩევნია ქართველი დავასაფორთო და რაღაც პეკეჯინგი დავიკიდო ან ეს თანხა გადავიხადო და ვიცოდე რა ქართულია. ეგ სხვა საკითხია, როცა მომხმარებელი ლაპარაკობს რომ იცი რა მე ეს მირჩევნია, მაგრამ შენ როცა ბრენდი ლაპარაკობ რომ იცი რა შენ ეს უნდა გერჩევნოს რომ აირჩიო და ნაკლებ ფასი გადაიხადო და მე შენზე ვზრუნავ და პეკეჯინგს არ ვაკეთებ ან აქციას არ ვაკეთებ და მადლობელი იყავი 10%-იც რო გაიკეთე მე ფეიქება. თაკო მემენა გაგიშდა. მე ფეიქება. იმიტომ რომ ეხა ჰეილის და იმას მივუბრუნდეთ რა, ხო დავაკავშირეთ რაღაცით. ჰეილის და იმაზე რამხელად რამები აწეული და ანუ ძალიან შენც რო თქვი რომ აი რაღაც იმ რა ქვია ცოტა შეფარულად ელაპარაკებიან ერთმანეთს, არც ერთი არ გამოსულა საჯაროდ და აუ ეხა მოდი შენი პროდუქცია იქით წაიღე თუ რაღაც ჩემი პროდუქცია ესეთია და დამინჯერეთ მართლა ესეთია და ჩემი იყიდეთ და არა ჩემი იყიდეთ იმიტომ რომ ჩემი უფრო კაია არც ერთი არ გამოსულა შეფარული შეიძლება გააკეთო ეგ ყველაფერი რა ვიღაც ანუ ხალხმა ილაპარაკოს მაგაზე არ ვიცი ინფომარკეტინგი გამოიყენო ანუ ეგ ჯობია ჩემი აზრით კიდე იმას რომ შენ თავს იმართლებ რომ ეს ფასი დავადე და იცი რატო დავადე ან მაგაში რა დარწმუნებული არ ხარ რომ შენი პროდუქტი ეგ ფასი ღირს და თუ მაგას ხსნი
ანუ მე არ მომწონს. მაპატიეთ. მან თაკო არის ერთი მნიშვნელოვანი რაღაც გასათვალისწინებელი. ამერიკის ბაზარი არის ძალიან მასშტაბური და ჰეილი და სელენა არ არიან პირველი ადამიანები, რომლებმაც თავის კოსმეტიკური ან რაღაცა ბიუთი მიმართულების ხაზი გამოუშვეს. იქ არსებობს რაღაცა კულტურა, რასაც იცავენ და პატივსცემენ. ანუ ამ შემთხვევაში ჰეილი და სელენაც იმიტომ არ ლაპარაკობენ ესე პირდაპირ, რომ მაგისი კულტურა არსებობს იქ, რომ არ უნდა ილაპარაკო ეგეთ რაღაცებზე და მნიშვნელოვანია მარკეტინგი, ბრენდინგი, მომხმარებელთან საუბარი და მომხმარებელთან საუბარზე მახსენდება. როუდის ერთ-ერთი შემთხვევა, ზუსტად არ მახსოვს, აქ გავუშვებთ ვიდეოს, რომ გოგოზეს, ფოტოს, რომ გოგოზეს ვსაუბრობ. Eucerin. These are the brand new Rhode blushes. I bought these 3 shades because I feel like these would be the 3 shades that would work on dark skin. This is why I complain. You see how beautifully flushed I am without looking ashy? Oh, and you thought we were done? There's another one. This is why you advocate for yourself. მოკლედ ამ გოგომ დატესტა ეს პროდუქცია, ჰეილის პროდუქცია და თქვა, რომ ეს რაღაცა კონკრეტული პროდუქტი არ არის შავკანიანი მომხმარებლისთვის. ჰეილი მიწერა ამ გოგოს დატესტეს რაღაცები და ამ გოგოს მაგალითით გამოუშვეს ახალი პროდუქტი, რომელიც საერთოდ ყველასთვის არის. ეხლა რაც შეეხება თამოს და ნუკის. თამოს და ნუკის ვინაიდან და რადგანაც ახლები არიან ბაზარზე, ეგ კულტურა არ გააჩნიათ, რომ ესე პირდაპირ არ ილაპარაკონ მაგ თემაზე. არიან ბაზარზე თავისი ბრენდის მიმართულებით, მაგრამ საქართველოს ბაზარზე ახალი ტიპები არ არიან. აქვთ რაღაც ბექი, საიდანაც მოდიან. შესაბამისად, ყვითელი პრესის კაი, მაგრამ საქართველოს ბაზარზე, ანუ გვაქვს ჩემი აზრით უკვე რაღაც სტანდარტი დაწეული? ხო, მარკეტინგის კუთხით, რომ მარკეტინგის მაგ ყველაფერს აყვერა, შენ თუ მაგის ინდუსტრიაში მოდიხარ, ესე, კაი, ახლა ყველა ნაბიჯს ავხსნი და რაღაცა, აი, მე ჩემის არ არის, რა, ეს ჩემი ის არის დამოკიდებულება, მაგრამ რაღაც თამო და ნუკი მაგას რატო აკეთებენ, იმიტომ რომ რადგანაც პირველები არიან ბაზარზე, უნდა ახსნა, რატო უნდა იყიდო ჩემი პროდუქტი. ეხლა ესეც არ არის მარტო მარკეტინგს და ბრენდინგს. თამო და ნუკი ვერ გაუშვებენ ისეთ ბრენდინგს და მარკეტინგს, რომ სელენას და ჰეილის დაეწიონ, ვერ გააკეთებ. შემდა ილაპარაკო მომხმარებელთან და ნახე შენ რო თქვი ფასზე. მე მახსოვს, რომ ნუკისაც და თამოსაც უწერდნენ, რომ ძალიან ძვირია და რატო ეს კითხვა იყო ეგეთი. ანუ მე ფასი არის ყოველთვის სენსიტიური თემა. რა პროდუქტად, აი ორი ლარი რო დაადო, მაინც სენსიტიურია, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მომხმარებელი არის და მით უმეტეს საქართველოში ვართ, ანუ გინდა არ გინდა შეიძლება ეს ამოვჭოთ, მაგრამ ღარიბი ქვეყანა ვართ, ანუ ფასზე სენსიტიური სულ ვიჩნევით. ამოვჭროთ, ღარიბი ქვეყანა ვართ, ხა დიდი ამბო. ხო, მაგრამ ის რომ ანუ მე ვამბობ, რომ ბრენდის პოზიციონირება, როცა გაქვს ფასი მაღალი, როცა მუშაობ მაღალ სეგმენტზე, ან მუშაობ საშუალო არ სეგმენტზე. არის ყველასთვის ეს პროდუქცია. ხო და მაგას ვამბობ, რომ ანუ ჩემთვის უფრო ორგანული იქნებოდა, ანუ მე ამას გამაღიზიანებ, კი მართლა ჩემაც ვაფიქსირებ მარტო. ჩემთვის ეგეთი დამოკიდებულება და ეგეთი აზრის გამოხატვა არის ფეიქი, მაგრამ როცა ვიღაცა ნინიმოვა და მეტყვის რომ ნუკის ეს გამოვიყენე და ანუ კი რაღაც ცოტა ისეთია ვიძე, მაგრამ ანუ ძალიან კარგი ხარისხი აქვს და რაღაც თავის ღირებულებები და ბრენდის ღირებულებები ემთხვევა ეგრე მელაპარაკება, უფრო მომინდება ყიდვა, ვიდრე რო გამოდის ბრენდის სახე და მეუბნება რომ უნდა იყიდო, იმიტომ რომ მე ამაში ფული დავზოგე. რა ვქნა, ის უფრო მეორგანულება ხალხი რომ მაგაზე ლაპარაკობს და მართლა ეგ ემოციური განცდა რომ შენ გიჩნდება, ვიდრე ვიღაც რომ მაგას რაღაც TikTok-იდან გეუბნება. ხო, ისე მაგ კონკრეტულ საკითხს მე გამოვიყენებდი პირიქით. ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ჩემი მარკეტინგით დავანახებდი რატო უნდა იყიდოს. ხო და ზუსტად მაგას მანდ ვარ მეც, მაგრამ არ არიან ნუკი და თამო ის ტიპები, რომ ეგეთი რაღაც, ანუ იმიტომ რომ ორივეს იყო. ნახე, ორივეს აქვს ყოველთვის ესე იყო, რაც TikTok-ი ჩამოყალიბდა და საქართველოს შემოვიდა, ამ ნუკიმაც და თამომაც ისეთი ხაზი დაიჭირეს, რომ ყველა მომხმარებელს და ყველა მაყურებელს ელაპარაკებენ, ანუ ყველასთვის არიან. ანუ ხელმისაწვდომია, ხო და მანდ არის მთავარი შეცდომა. არასწორ ბაზარზე გადიან, ვიღაცა იყიდის და მე მახსოვს თამოს სტენდებზე, რომ ერთი ამბავი იყო ატეხილი, რომ იმიტომ რომ თან ანახებდა ხალხს როგორ მზადდება და ასე შემდეგ და ახალი წლის პერიოდში
ანუ გადად ანაფერი აღარ იყოს ტრენდზე, არც თამოსთან და მე უკვე რაღაც დრამების მე არც თამოსთან და არც ნუკისთან. ეხლა ამ 1-2 სიტყვა თამოზეც ვთქვათ და მე გადავიდეთ იმ თავარ დრამაზე, რამაც გამოიწვია ესეთი რაღაცა ბუმი და მე ორივეს გავუშვით რაღაც თავისი მომხმარებელი. აუ, მეგობრებო, არ უნდა გვერდეს, რომ ჩვენ აქვს საუბრობთ ბრენდებზე, თამო და ნუკი თავის მხრივ, ჩემი აზრით, ძალიან კაი გოგოები არიან. გოგოები არიან, მართლა, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს და მაინც საქართველოში, აი, ყველაფერს და მიუხედავად, რომ ეს სიტუაცია გვაქვს რაღაცები, აი ესეც ცდილობენ, რომ რაღაც განავითარონ და ქართულ ბაზარზე თავისი სახელი დაწერონ. ანუ ძალიან დასაფასებელია და მართლა, რა ვიცი, რესპექტ ჩვენგან. ანუ მაგ კუთხით არ განვიხილავთ, ანუ თამოს და ნუკის არ განვიხილავთ, მათ ბრენდებს განვიხილავთ, რომ ეს რო გამიჩნდათ. ხო, ჰეიტი არავის არ ვერჩით. ჰელ ფუშენი. ჰეილის ჰეილის და სელენას შემთხვევაში მე კაფიოდ ჰეილის გვერდით ვარ. ია. თამომ ძალიან დიდი გლოუ-აპი გვაჩვენა ბოლო წლებში და მართლა დასაფასებელია, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრს აკეთებს საქართველოს განვითარებისთვის, მაგრამ არ მგონია რომ ნუკი უნდა დავივიწყოთ რა, იმიტომ რომ ნუკიმ დაიწყო საერთოდ პირველად. კი. ჩემი აზრით შეიძლება დავიდე ძალიან ინსპირაცია და ასე ვთქვათ რაღაც მოტივაცია მიცა, თუნდაც თამოსაც რომ აი შეიძლება ცოტა ისეთიც რა, ანუ ქალური სოლიდარობის კუთხით რომ ანუ შეიძლება რაღაცები ანუ ხო ჩვენ არ ვიცით რეალურად კადრს მიღმა და კარების იქით რა ხდება და ძალიან საინტერესოა მაინც ამ ორი ადამიანის ჩართულობა და ეს ორი ბრენდის ჩამოყალიბება და ვფიქრობ რომ ბევრ საინტერესო პროექტ შემოგთავაზებენ უფრო და უფრო რაღაც თავარია რომ მაინც ანუ ჩემი რჩევა რაღაც ისე ჟღერს მაგრამ ჩემი რჩევა მაინც იქნება რომ ორივემ ცოტა ისეთი მარკეტინგი უნდა გამოიყენოს რა კულტურული შენ თავზე საუბრობ შენ შეთავს გამოხატავ ასე შემდეგ როგორც აღნიშნეთ ჰეილიზე და სელენაზე მაგრამ მათ აქვს ცალკე მარკეტინგი ბრენდს აქვს ცალკე მარკეტინგი აი ამ ორი ბრენდის შემთხვევაში ეს ცალკე მარკეტინგი ცოტა მეკარგება მე. არ არსებობს ცალკე მარკეტინგი. უნდა იყოს რაღაც ცალკე ხაზი, იმიტომ რომ ბრენდი ხარ, მით უმეტეს ჩვენ ვლაპარაკობთ კიდე რომ როცა შენ არ ვიცი, მაგრამ ჩემ ცოტა კიდე მაგიტო არის ისეთი ცოტა სენსიტიური, რისკიანი? ხო, რისკიანი და სენსიტიურიც ალბათ, რომ როცა შენ ორივე საუბრობს, რომ ბევრი პლასტიკური ოპერაცია აქვს აკეთებული. ჩემთვის არის. თამას არ ვლაპარაკე, ნუ კიდე ამბობს მაგას. მაგრამ ეტყობა. აი, ანუ აი კამპანიები და ცოტა ჰეითერები რა ხდებით თუ არა მართლა. მაგრამ ხო, რაღაც ჩემი რჩევასავით იქნება კი არა ძალიან გამიხარდებოდა, მოკლედ რომ ცალკე ბრენდებს ქონდეთ ცალკე მარკეტინგული ხაზი დაჭერილი და ისეთი როგორც ასე ვთქვათ, მათ შეეფერება და ზუსტად ეს ორი ადამიანი იყოს, ვინც დაასაპორტებს თავიანთ ბრენდებს და არა ბოლომდე გამოხატავს და ბოლომდე დაელაპარაკებს. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სამუშაო მგონია ზოგადად ეს ბიუთი მიმართულება და მგონია ძალიან დიდი შემოვლებით დიდი მეც. ხო, ძალიან კარგად შეიძლება რა ეს ყველაფერი განავითაროს, ძალიან კარგი კოლაბები გააკეთოს სხვადასხვა ადამიანებთან, იმიტომ რომ ბიუთი მიმართულებით საქართველოს ძალიან ბევრი ლამაზი ადამიანი ყავს, ვისაც შეიძლება რომ ისე კარგად დაპოზიციონირდეს შენს ბრენდთან, რომ აი აღარც მოგიწიოს იქ რომ რატო უნდა იყიდო რაღაც ეს მაგის ახსნა შენ და ალბათ ეგ ძალიან გამიხარდებოდა ორივე ბრენდის შემთხვევაში, რომ დამენახა ცალკე ბრენდის მიმართულება, რამაც აქვს თავის ხაზი, თავის მიმართულება, თავის რაღაც მარკეტინგული კამპანიები და ჩვენ ვართ უბრალოდ ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი დაიწყეს. სანამ ამ თემას დავამთავრებთ, უნდა გავიხსენო TikTok დრამა ცოტა ძალიან მეცინება, რომელიც ახალი წლის პერიოდში იყო, ხო, მე მგონი, ცოტა მეერე ცოტა. ხო. ეს TikTok დრამა ეხებოდა თამოს და ნუკის და ამ შემთხვევაში მე მგონი პირველად დაუპირისპირდნენ ესე რაღაცა ხალხმა დაიწყო ვიდეოების ჩაწერა, რომ მე ნუკი მირჩევნია, არა მე ის მირჩევნია, რა ქვია, თამო. და ეხა ეს ყველაფერი საიდან წამოვიდა? და ხალხი რასაც ამბობდა, იმასაც გავეხსენებ. კრისტი ლაბაძემ ჩაწერა ცოტა ჰეით ვიდეო ნუკი კოშკელიშვილთან დაკავშირებით, ანუ მე მგონია რომ არაფერ შუაში არ იყო საერთოდ ეს ადამიანი იმ პერიოდში თამოს რაღაცა მიღწევებთან, მაგრამ კრისტი ლაბაძემ გამოიყვანა ისე თითქოს
ნუკი რაღაცა ჯინაზე თამოს ჯინაზე აკეთებდა ბევრ რაღაცას და შურდა თამოსი. თამო მაგ პერიოდში მე მგონი კანის კინოფესტივალზე იყო ხო? რაღაცა პირველად თავისი კომპანიის სახელით, იმიტომ რომ რაღაცა საზღვრებს გარეთ უნდა გასულიყო ეს თამოს პროდუქცია და ამაზე მოყვა ძალიან დიდი დრამები, გაიხსენეს რაღაცა ძალიან ძველი რაღაცა გადაცემა, სადაც ნუკის სთხოვა თამომ თუ თამომ სთხოვა ნუკის, რომ ესე გადამიღე კი ეს არ მათქმევინო და ეს არ ჩასვა გადაცემაში და ნუკი საპირისპიროდ მოიქცა და ასე შემდეგ. კრისტი ლაბაძემ მე აწიას რაღაცა ერთი კვირის განმავლობაში ისეთი ჰაიპი ამ ორ ბრენდთან დაკავშირებით, რომ მე ანუ ხალხი წერდა, რომ არა მე თამოსკენ ვარ, არამე ნუკისკენ ვარ და რაღაცაები, სწორედ ამიტომ არის, რომ თაკომაც ახსენა ეგ. რომ უნდა გაიმიჯნოს მფლობელი და დამაარსებელი ძირითად შემთხვევებში თავიანთი კომპანიებიდან რა. ხაზარაძის მაგალითად გაიმიჯნა ადამიანი ხო TBC-ის და ეხლა საერთოდ აღარავის აღარ ახსოვს, რომ TBC ხაზარაძის არის. ცოტა ავიღოთ ქართველებისგანაც მაგალითები. შესაბამისად ხო, ანუ აი ამ კრისტი ლაბაძის დრამებიდან გამომდინარე, დაახლოებით ერთ კვირაში სტენდებზე, როგორც თამოს სტენდზე, ისე ნუკის სტენდზე არც ერთი პროდუქცია აღარ იყო დარჩენილი. მე ბევრი ამბობდა, ეხლა რაც ამბობდა ხალხი იმას გავიმეორებ მეც. ძალიან ბევრი ამბობდა, რომ ნუკი უბრალოდ თამომ შეუკვეთა კრისტის ეს რაღაცა შავი პიარი, ან შავი პიარი და აქედან გამომდინარე უნდათ რა ჩაეხსნათ ნუკი ბაზრიდან და თამო ყოფილიყო რაღაცა დომინანტი. შენ რას ფიქრობ? არ მგონია. არ გონი. ანუ არ ვიცი, იმიტომ რომ რატომღაც თავიდან მე მგონი ლანძღავდა ამ თამოს, მე აღარ ლანძღავდა კრისტი ლაბაძე. იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჰაიპი აწიეს, ყველაფერი გაყიდეს და არაფერი დახლებზე არ იყო. მაქედან ვერ ჩახსნი. ხო, მაგრამ არ ეგონი. იმიტომ რომ ეგრე ხარ, არც ჩხალით ხარ ეს ყველაფერი დაფარული. როგორი სიბრძნე თქვი. ძალიან მარტივია, ნუკიც გამოვიდა და ყავდა ნუკის თავის გულშემატკივრები, თამოს თავისი გულშემატკივრები. აი არ შემიძლია ეგეთ დრამები რა იმაში ჩართულობა. ძალიან ბოდიში და გოიმური დრამა იყო და ამ შემთხვევაში ორივე კომპანია შეეძლო საერთოდ სხვანაირად გამოეყენებინათ ეს მაგალითი. ან თუნდაც, რა ვიცი, მე რო კომპანია ვიყო და ესეთ დრამაში რო ყოფილიყავი, მე ძალიან კარგ რეკლამას გავაკეთებდი, ძალიან კარგ კამპანიას გავაკეთებდი და არ დავიწყებდი საჯაროდ რაღაცა მტკიცებულებების გამოტანას, რაც აი კიდევ იმ კულტურის არ ქონის გამოარსებობს. ხო, იმიტომ რომ ადამიანების ურთიერთობა, მით უმეტეს საქართველოში ვარ, ძალიან პატარა ერი ვარ და ყველა ვიცით და ასე შემდეგ რა. ანუ ადამიანებს აქვს თავიანთი ურთიერთობა და მით უმეტეს ჩემი აზრით, ანუ იმაზე წავიყვანდი თავიდან ბოლომდე ქალები საქართველოში როგორ ვასაფრთხოებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია რა, ანუ ყველაფრის გადაკიდება და იმას გაშავება უნდა და რაღაცები ყველაფერი შეიძლება ვთქვათ, მაგრამ აი ჰეილის და სერენას შემთხვევაში უფრო დიდ ბაზარზე არის საუბარი, უფრო დიდ მასშტაბებზეა საუბარი, უფრო მარტივია იქ რაღაცების მოფიქრება. თან ესენი არც გამოდიან და ლაპარაკობენ და ლანძღავენ ერთმანეთს რა. და ეხა აი რაღაც ქრინების დადება და აუ იმანის გააშავა და რაღაცები ზედმეტია და ძალიან მინდა მაგ ენერგიის გამოყენება შენ ბრენდზე ბევრად ჯობია და სწორი მარკეტინგი თარგეტი გააკეთო. კი, ზუსტად. ვიდრე აი ახლა TikTok-ზე არა. ხო, ამიტომ იმედია თამო და ნუკი ვიდეოს ნახავენ. ძალიან ამბიციებში ვართ უკვე. არც ერთის მიმართ არ გვაქვს არანაირი რაღაცა. იმიტომ რომ დიდი პოტენციალი გაქვთ იმის რომ მართლა კარგი მარკეტინგული კამპანიები შექმნათ. მე ორივეს უჭერ მხარს და რა ვიცი, ნუკის პროდუქციაც მომდომებია, მაგალითად რაღაცა სუნო მოაქვს ნუკის რაზეც ამბობდნენ რომ რაღაცა სხვათა შორის პრეზენტაცია მაგაზე გავაკეთე უნივერსიტეტში აქვე ვახსენებ ნუკის კოსმეტიკურ ხაზზე და ანუ არის თამოს რაღაცა პროდუქტების ხა ჰაიპი რო იყო აწეული რაღაცა გლოსზე გახსოვს რაღაცა აი გლოსი ქონდა ანუ თამოს პროდუქტის მინდა და ნუკის პროდუქტის მინდა უბრალოდ ნუ ეხა ჩემთვის ცოტა ძვირია ეს მაგრამ ერთხელ აუცილებლად არ ერთხელ აუცილებლად გადავდებ თანხას ამ პროდუქციისთვის და აუცილებლად შევიძენ და დავტესტავ მაგრამ ჩემთვის უფრო მისაღები იქნება რომ ბრენდს მივხედოთ და არა რაღაცა ყოფილ დრამებს ხო პირად დრამებს
მესამე და ბოლო ნაწილზე უნდა გადავიდეთ, თუ მეოთხე და ბოლო ნაწილზე სიტყვოვი ამერია, მაგრამ მე ნინის დღეს და თქვენ მოგიტანეთ რეკლამა, რომელიც ჯერ ნინისაც არ მიჩვენებია და ყველა ერთად ვნახავთ. ესა ძალიან ისეთი კომპანიის და დიდი კომპანიის რეკლამა, ყველას გაგვიგვია დავი. ხო იცი? დავი? პირველად მესმის. რანაირად? გოგო, თავის მოვის რო აქვს. შეიძლება არ რო შევხედო ლოგოს და რაღაც გამახსენე. კი, ვიცი ეს. დავი ყველამ ვიცით. სანამ თვითონ ამ ნაწილზე გადავალთ, ეს იქნება ჩვენი ახალი რუბრიკა ყოველ გადაცემაში, თუ პოდკასტში, როგორც გინდათ ისე დავუძახეთ. მოვიტანთ ეხლა თაკო არის პირველი, მოვიტანს რეკლამას მე შევაფასებ და ჩემს რეალურ ემოციებს ნახავთ. და რაღაცა შემდეგ ეპიზოდში მე მოვიტან და თქვენს გვინდა რომ გაგვიზიაროთ რაღაცა საინტერესო რეკლამები, რომელსაც მე და თაკო პირველად ვნახავთ და გელოდებით კომენტარებში, როგორც TikTok-ზე, ისე YouTube-ზე და ძალიან გთხოვთ დაგვიწერეთ და აუცილებლად ვნახავთ შემდეგ ეპიზოდებში. კი, გადაცემაში ვნახავთ პირველად, თუ პოდკასტში ვნახავთ პირველად, თქვენთან ერთად, მაგამდე არ უყურებთ, როგორც ნინი შემდეგზე რომ მოიტანს, ან თქვენ თუ დაგვიწერთ ძალიან საინტერესო რეკლამას და გამოგვიგზავნით, აი ხა ერთად ვნახავთ პირველად და ამას შესახებ რაღაც ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ. ჩვენს აზრს დავაფიქსირებთ ამ ყოველ დავის შესახებ, რომ ერთი არის სიტყვა ვთქვა, სხვათა შორის კანის კინოფესტივალზე. კანის ლომებზე გაიმარჯვა. ოღონდ ამან არა, ამის შემდეგმა გაიმარჯვა და ეგ იმიტომ არ მოგიტანე, რომ ძალიან ცნობილია? ძალიან მიხვდებოდი ეგრევე და მაგ რეკლამაზე მოვყვები და მაგ რეკლამის გამომდინარე იყო რაღაც ესეც რომ გააკეთეს. ეს რომელი წლის რეკლამაა? ერთი წლის წინ დაიდო ეს და კანის ლომებზეც რეალურად ეხა რომ გამოვიდნენ და გაიმარჯვეს ძალიან სიმბოლური იყო, იმიტომ რომ მათ აქვთ რაღაც ეს beauty მიმართულებით თავის მოვლის რაღაცები აქვს, სახის კრემი, რაღაც დასაბანი და ასე შემდეგ რა. და რეალურად ბრენდმა ჩამოაყალიბა უკვე მოძრაობა. და 20 წელი შეუსრულდა მაგ ყველაფერს. მოძრაობას? ოკეი. ქალების მიმართ გააკეთეს ეგ ყველაფერი, რომ ის რომ ყველაფერი, აი ზუსტად 90-იანებში ვიქტორია სეკრეტი რომ შემოვიდა და რაღაც beauty სტანდარტები რომ შეიცვალა მაგ პერიოდში, რეალურად სილამაზე გახდა ძალიან ტოქსიკური. და ის რომ შენ ლამაზი ყოფილიყავი, ძალიან თავის დამტკიცება გჭირდებოდა. გჭირდებოდა რაღაც პლასტიკური ქირურგები უნდა ყოფილიყავი, ძალიან გამხდარი და მაშინ ყველაფერი ძალიან აირია, ასე ვთქვათ, მოდის ინდუსტრიაში. რაღაცნაირად არის სტანდარტები. მოვიდა რომ body positivity და რაღაცებს რო იმაშვებიან, მაგრამ მაშინ ძალიან ტოქსიკური იყო ეგ ყველაფერი და რაღაც გამოკვლევების და მისერინც რო ჩაატარეს, კვლევებიც რო ჩაატარეს 2% ქალების 2%-ს ჯეროდა მარტო რომ ლამაზი იყო. დანარჩენი ყველა თურდა რომ რაღაც ნაკლი ქონდა, თუნდაც რა ვიცი შეიძლება რომ აი ყურმალები ჩაგდებული არ ქონდა, მაგის გამო თვლიდა რომ ძალიან ლამაზი არ იყო და ასე შემდეგ რა. მე დავმა ეს ყველაფერი ცოტა თავის მარკეტინგს მოარგო, ჩამოყალიბა რომ ყველა ადამიანი არის ლამაზი რეალურად და 20 წელი შეუსულა და ზუსტად მაქედან მოყოლებული, აი რატო დაიწყეს და რაღაცეები იყო, რომ ეხა კანის ლომებზეც ეგ ყველაფერი მოიგეს და ძალიან კარგი იყო და ეგ ძალიან მომეწონა, რეკლამას გაჩვენებ, კინოსრითაც მოიგეს და ეხა ეს იყო, ეს რეკლამა არის AI-ზე, ხო ეს არის AI-ზე, ხო AI მოვიტანე AI. არა ხო, ეს რეკლამა მოკლედ მოგიყვა თუ უყურებ და მე განვიხილოთ. მოკლედ მომიყევი. AI-ზე არის, რომ AI-მეც რეალურად შეცვალა, რომ აი რო ჩაწერა ყველაზე ლამაზი ქალი შემიქმენი ან რაღაც ეგეთი, აგდებ ძალიან, რა ვიცი, საოცარი სახეს კანის მქონე, რაც რეალობას ძალიან არ შეესაბამება პირიქით და არის ძალიან ამოვარდნილი, იმიტომ რომ გვაქვს სახეზე რაღაც პიგმენტები, გვაქვს სახეზე რაღაც ნაკლიც არ არის ჩვენი ეგ ყველაფერია და დავმა ეგ ყველაფერი ძალიან კარგად შეკრა. Come with me and you'll be in a world of pure imagination. 1 out of 3 people would change their appearance, physically change their appearance, even if they know that that image is fake. And exactly 20 years ago, Dove launched the first campaign for Real Beauty, redefine industry beauty standards. And through the years, Dove has continued to champion Real Beauty. Now, with the advent of AI, there's another hurdle to navigate around. We'll defy explanation. Oh, Real Beauty. Real Beauty. ძალიან მომწონს. If you wanna be in paradise, simply look around and view it. Anything? Anything
there's nothing to it. There is no life I know to compare with your imagination. Living there, you'll be free if you choose. Beauty brand Dove. The most important ad. Dove has released this beauty campaign. Dove, it's making me emotional here this morning. Wow. And let's keep beauty real. ძალიან კაია. ძალიან კაია. ხო, ძალიან ემოციური რეკლამა იყო და ძალიან მომეწონა. მესიჯი ძალიან ძლიერი აქვს. კი და აი ძალიან სწორ დროს შემოვიდნენ რა. თავიდან როგორც აღვნიშნე ეს ყველაფერი 20 წლის წინ დაიწყო და აი მაშინ ზუსტად ეგ იყო რომ ვიქტორია სეკრეტის მოდელები რო წამოვიდნენ და აი ძალიან სტანდარტებში და მართლა ძალიან ტოქსიკური რო იყო მაგ ყველაფერში. თან უმეტეს ახალგაზრდებისთვის ვინც აი შორიდან უყურებდა მაგ ყველაფერს და აი ბოლომდე ჩამოყალიბებულები არ იყვნენ თავის ცნობიერში და ეხლა ზუსტად როცა AI ძალიან ჩვენი ცხოვრების მთავარი ნაწილი გახდა ნაწილი კი გახდა კი. და რაღაცებს ყველაფერს რეალურად უკვე მან ვაკეთებს და ვიდეოებს ქმნით და იდეებს ქმნით ისე რომ საერთოდ არც ვაკვირდებით და ხელოვნურია თუ ეს ყველაფერი ბუნებრივი ზუსტად ექცა და რეალურად და ხელოვნური ინტელექტუაც ესწავლებინა როგორი შეიძლება იყოს ნამდვილი სილამაზე რომ ის კი არა რომ რაღაც ისეთი სახე მოჭიმული და რაღაც პირიქით ნამდვილი სილამაზე უნდა იყოს და ნამდვილი სილამაზე არის ზუსტად ისეთი როგორც ჩვენ ვართ ყველანი რა ინდივიდუალური სილამაზე არის ნამდვილი სილამაზე ნაუჭი მე ძალიან მომწონს. მე ძალიან მომწონს და ყველაფერი ის რაც გამოყენებული ქონდათ ეხა მგონია რომ აი ქალების შემთხვევაში უფრო სენსიტიური იქნება ეს ყველაფერი და ის რომ თავი სეგმენტი ზუსტად ქალები ყავდათ ძალიან სწორად ელაპარაკებიან ქალებს ჩაინიშნეთ. დასაფასებელია. იმიტომ რომ ხო შენი თავი სეგმენტი არის ქალები და უნდა ელაპარაკო იმათ მაგრამ როდი როგორ გავიდა კაცზე? კივილი უნდა გამოიყენო ხო? კარგი. გააჩინე რა ხა ეს ძალიან სენსიტიური და ემოციური არის. ძალიან მომეწონა. ამან მოიგო კანის. ამან არა, სხვა მოიგო, მაგრამ იმას ცალკე ჩაგიგდებ, იმიტომ რომ დაახლოებით ესეთი ვიდეოა და მოდი ეგ მეორეც ვნახოთ, რომ თან გავუშვათ და ვისაუბროთ. ამისი შესავალი სტო ხო გინდა თქვა და მე ვუყუროთ. მოკლედ ამან გაიმარჯვა კანის ლომებზე ამ წელს. კი, წელს გაიმარჯვა და მაგით იყო ძალიან სენსიტიური. კაი, დავიწყოთ. So when I first heard about Dove, I thought to myself, I think I'll try it. And I did. ეს არის საიდანაც იწყება რეალურად. How did we transform a humble soap company into the world's biggest platform for self-esteem? Okay, let's rewind. It's 2004. A Dove study found that only 2% of women saw themselves as beautiful. Beauty had become unattainable and toxic. Enter the Campaign for Real Beauty, a fight to make beauty a source of confidence, not anxiety. I just have to hand it to the Dove people. I think it's such a bold campaign. Then, Dove went on to challenge the entire beauty industry and created the world's first viral video. But we didn't just highlight the problem. We also became part of the solution. The Dove Self-Esteem Project was born. Today, it's the world's largest self-esteem education provider. Dove kept pushing and redefining beauty standards. We even challenged women's own definition of beauty. I've come a long way in how I see myself. Dove took action, fighting for communities and for those who fight for us. Dove fought for change in legislation. The legislation is called the Crown Act. It would make it illegal to discriminate against Natural hair. Passing laws in 27 states and counting. Dove took on damaging filters and toxic influencers and fought for a world where everyone can see themselves. Along the journey, a humble soap bar transformed into a $7.5 billion platform, spanning 7 categories from hair to body lotion, and one of the world's top 10 most powerful brands, and into an unwavering ally to help our future generations find confidence in their real beauty. უკომენტაროთ ეს ანუ ის რეკლამა ძალიან ემოციური იყო, მაგრამ აქ უკვე რაღაცა სტატისტიკა და
გავლენები და ნუ ყველაფერი იყო სწორად მოყვანილი და ჩემი აზრით მაყურებლისთვისაც ძალიან მარტივი გასაანალიზებელია ბევრი რამ. მაგრამ რეკლამა თვითონ ძალიან კარგი არის, უბრალოდ ვფიქრობ, რომ დღეს იმის მიუხედავად, რომ body positivity შემოვიდა, ამის მიუხედავად კიდევ არის რაღაცა სტანდარტები, რომელსაც ადგენენ კომპანიები, სელებრიტები, ტრენდმეიკერები, რომლიდანაც სამწუხაროდ ვერ გამოვდივართ. აი, ჰეილიზეც ვახსენეთ, რომ it girl, ანუ არ არის აუცილებელი ყველა it girl იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც აქვს გავლენა როგორც მარკეტინგზე, ისე ადამიანის ემოციებზე და სამწუხარო არის ეგ ჩემი აზრით, სამწუხარო რეალობა, იმიტომ რომ ყველას უნდა უყვარდეს საკუთარი თავი, მეც მათ შორის ძალიან ჩემ დავსაც ამას ვეთყოდი. ანუ დღემდე მიწევს მუშაობა იმ საკითხზე, რომ ვიყო უფრო მეტად თავდაჯერებული და კი, და ანუ მაგიტო ვფიქრობ, რომ ეს რეკლამა უნდა ქონდეს ყველა ქალს და ყველა კაცსაც ნანახი, რომ ის თვით შეფასება ყველას გქონდეს, რომ ისეთი მივიღოთ ჩვენი თავი, როგორებიც ვართ და რეალურად ეს არ მხოლოდ ამ საუკუნეში დაწყებული ალბათ დიდი ხანი გრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ის რომ შენ კი არ გეუბნება რომ შეიყვარე შენ თავი, აი ეგეთი ბრენდები ძალიან მოყვარს, ყველას თავისი ხმა აქვს, რა თქმა უნდა, თავისი ტონი აქვს და თავისი ლაპარაკის მანერა აქვს, მაგრამ ის რომ ბრენდი გეუბნება რომ შენ შეგიძლია შეიყვარო შენ თავი ისეთი როგორიც არიან, ეს გაიკეთო, ან გაიკეთო. პირდაპირ გეუბნება რომ უნდა გიყვარდეს, ანუ всё, ანუ იმას კი არ განება რომ აი თავი შეიყვარე თუ გინდა ან რაღაც უფრო კარგად იქნები უბრალოდ ან ზრუნველობითი კი არ არის პირდაპირ გეუბნება რომ უნდა გიყვარდეს იმიტომ რომ მორჩა შენით იწყება და შენით მთავრდება ყველაფერი და ეგ აი ძალიან დავიჭერე ეგ მოხტირა დავის იმაში მიუხედავად იმისა რომ ხმათ ისეთი იყო აი 7 წყნარი ანუ გელაპარაკებოდა არ გაძალებდა გახსოვს წინა ეპიზოდში რო თქვით რომ ხმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ქალის ხმა რაღაც ინსპირაციას შინაგან ინსპირაციას გაძლევდა რა და ეგ იყო ძალიან კარგი და მადლობა ამ რეკლამისთვის. აი, მოვჩით მე მგონი. კი, დღეს მოვჩით. ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. ცოტა ჭორაობას მოგვივიდა და ვიღაცების მხარდაჭერას. ამ რუბრიკას ყველა ეპიზოდში გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ვფიქრობთ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება და გვინდა რომ კარგი რეკლამები მოვიტანოთ თქვენამდეც და რაღაცა ხარისხის ის გქონდეს რა დაჭერილი, რა არის ხარისხიანი და რა არა. და ვფიქრობთ რომ ეს რაღაცა ქართულ ბაზარსაც შემდგომ წაადგება. ძალიან ბევრს დაეხმარება ჩვენი ეს რუბრიკა. რა სიტყვი? თქვენს გამოგგზავნოთ ვიდეოები თუ გაქვთ რამე რაც გინდათ რომ პირველად ვნახოთ და ვფიქრობთ რომ ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს ეს რეკლამა. სად უნდა გამოგგზავნოთ აკო? TikTok-ზე, TikTok-ზე მოგწეროთ, ან ჩვენი Instagram-ები გამოვაეხლა აქ და შეგიძლიათ მოგწეროთ და ჩაგვიგდათ თქვენი ვერსიებიც და გელოდებით. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გამოყავით TikTok-ზეც. მადლობა და შემდეგ ეპიზოდამდე. გვიყვარხართ. Bye.